ჩემი თაობის ადამიანები, ვინც ბრძანდებით, ყველას გეცოდინებათ დიდი ქართველი რეჟისორი გიორგი დანელია. მისი ახლობელი იყო ცუდად რუსეთში და ევგენი ლეონოვი წაიყვანა, რომ იქნება ცნობილი მსახიობი კომიკოსია, რომ შენ რო გნახავსო, კარგად გახდება, კარდიოლოგიურ კლინიკაში იწვა. რომ მივიდა, ესე თქვენ მოგეხსენებათ, ხო, ვიც არის, ვინ იპუხს რო ახმოვანებს. და იღბლიანი ჯელტმენებში იცით მოკლედ რა. როგორც კი დაინახა ამ სნეულმა ადამიანმა ევგენი, მაშინვე მოეშვა ყველა სნეულება პრობლემა და კარგ ხასიათზე დადგა. კლინიკის მთავარმა ექიმმა რო დაინახა ეს, წაავლო ხელი და ლეონოვი წაიყვანა რეანიმაციულში. იქ ყველა პაციენტთან მიიყვანა, მოკლედ მთელი საავადმყოფო შემოაკარეს და მთელი საავადმყოფო 1-2 საათის განმავლობაში ყველა იყო კარგ ხასიათზე. ბუნებრივია, იქ ხო ვერ დარჩებოდა ეს ადამიანი, წამოვიდა იქიდან, მაგრამ ეს ყველაფერი დამთავრდა რამოდენიმე საათში. იმისთვის რომ ადამიანი იყოს კარგად, სულიერად და ფიზიკურად, მსახიობი არ არის საკმარისი. არც ნებისმიერი თოქ-შოუ არ არის საკმარისი ამისთვის. არანაირი იუმორინა არ არის ამისთვის საკმარისი. არანაირი კეიფი, ღვინის დალევა, მოკლედ, როგორც გინდა ადამიანმა თავი მოიტყუოს, როგორც გინდა, რას გინდა მაპატიეთ და გააჯაზოს. რამოდენიმე საათის მერე ის რეალობასთან დარჩება მარტო. მას ვერავინ ვერ დაეხმარება გარდა განკაცებული ღმერთისა იესო ქრისტეს. რადგანაც ჩვენ ვართ ძალიან ზარმაცი ქრისტიანები, გვავიწყდება, რომ ჩვენთვის ჯვარს ეცვა იესო ქრისტე ხსნელი მოვიდა. აი ამიტომ ეკლესიამ დაადგინა 49 დღე, 7 კვირა დაახლოებით, რომ შეგვახსენოს რა ვაწლი გაიღო განკაცებულმა ღმერთმა ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისთვის. ესეც რო არ არის საკმარისი, 2 ნაწილად არის გაყოფილი დიდი მართვა. წინა კვირას მოგახსენეთ, რომ ბზობას დამთავრდა პირველი ნაწილი. და შემდეგ უკვე მართვაზე მეტი დღეები არის დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი, დიდი ოთხშაბათი და დიდი ხუთშაბათი, დღევანდელი დღე. ერთ-ერთ ტელევიზიის ცენტრში მე გამოვაცხადე, რომ ვისაც გაქვს სურვილი ბოლო კვირა მაინც შეინახეთ და ბევრმა დამირეკა, აიღო კურთხევა, დაიწყეს მართვა. ადვილია ჩემოკარგებო ერთკვირიანი ქრისტიანობა. ადვილია ერთდღიანი ქრისტიანობა, ხომ? ძალიან ადვილია, რომ მამა ვაი ბოლო კვირას შევინახავ. რა თქმა უნდა, შვილო უნდა შეინახო. მაგრამ აი ამ ერთ კვირაში მაინც დაფიქრდი შენს ცოდვებზე, შენს წარსულზე, შენს მომავალზე. რა გააკეთა ღმერთმა შენთვის? რა გააკეთა ღმერთმა შენთვის? გიფიქრია ამაზე? ძალიან ძნელია ამისი წარმოდგენა. დღეს ერთმა თქვენთაგანმა ძალიან მოკლედ, ლაკონურად და გასაგებად მითხრა მთელი თავისი აღსარება. აი თქვენ შეგიძლიათ რომ ერთი სიტყვით ამიხსნათ თქვენი ცოდვები, აი თქვენი შინაგანი მდგომარეობა? აი სანამ გეტყვით, აი თქვენ თუ დაფიქრდებით, ეხლა ერთი სიტყვით რომ გადმოვცეთ ჩვენი ცუდი მდგომარეობა. ეს ადამიანი დიდი ხნის მრევლია და ასე მითხრა, რომ უსიყვარულობა მჭირსო მამა. დაფიქრდი დღეს ძალიან კარგად გთხოვთ. არ მიყვარხარ ღმერთო და იმიტომ მეზარება ლოცვა და იმიტომ მეზარება წირვაზე სიარული. იმიტომ არ მახსოვხარ, ვინც გვიყვარს ჩვენ, სულ იმაზე ვფიქრობთ, ხო? სულ იმაზე ვფიქრობ, რამე ხო არ გიჭირს, რამე ხომ არ გინდა, ურეკავ, მიდიხარ, ნახულობ, მოიკითხავ. მაგრამ ჩვენ არ გვიყვარს ისე ღმერთი, როგორც უნდა გვიყვარდეს. მეორე, არ გვიყვარს მოყვასი, ხომ არ გვიყვარს? განვიკითხავთ. დღეს ბევრჯერ გესმოდათ, რომ შემიწყალე მე ღმერთო, არა რათა არა გიყო, არა ამბორს გიყო, ვითარცა იუდა. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანმა გასცა ქრისტე და ყოველი ზიარების წინ ეკლესია გვახსენებს ყოველთვის ხო გამოსანამ ბარძიმი გამობრძანდება და რო გამობრძანდება, არა ამბორს გიყო, ვითარცა იუდა.
ეხლა ვიტყვით ხო საზიზღარი როგორ გაყიდა ერის ხალხი ამბობენ რომ იუდა მოციქული იყო ჩვენაშუაში ვარ სამგდელონი არიან გამყიდველები და არა ერის ხალხი თურმე შენ როდესაც შენ მოძღვარზე ჭორაო იუდა ხარ როდესაც მოძღვარს განეკითხავ იუდა ხარ როდესაც ადამიანი შენ აღსარებას ჩაიბარებს გაზიარებს და წახვალ და ჭორაო მამაოზე ან მის ოჯახზე შენ იუდა ხარ როდესაც შენ სულიერ ძმას და დას რომელთან ერთად ბარძიმდე ეზიარე ერთი ბარძიმიდან ეზიარები და განეკითხავ და ვერიტან იუდა ხარ და იუდაზე უარესი ხარ ამ დროს შენ კარგად დაუკვირდი ჩემო ძვირფასებო და ყოველთვის ვახსენებს ეკლესია რომ არა ამბორს გიყო ვითარცა იუდა ამბორით გაიცემა ღმერთი ვიღაცა კი არ მოვიდა შორიდან საიდანღაციდან კი არ მოვიდა იქ იყო მაცხოვართან იყო და გახსოვდეთ რომ ყველაზე ძალიან გულს გადგენენ ის ადამიანები ვინც თქვენ გვერდით არიან უცხო ადამიანი გულს ვერ გადგენს იმიტომ რომ არ ახარ ახლოს და არც გეწმინება მისგან წმინდა მამები ამბობენ რომ სიყვარული არის უსამართლო დაუკვირდით კარგად სიყვარული არის უსამართლო რატო არის უსამართლო ისეთ რამეს პატიობს ისი პატიებაც არ შეიძლება თვალ ბრმა არის სიყვარული ვერ ხედავს შენ ცოდვებს და შეიძლება ხანდახან გიკვირთ რომ მამაო რო გეტყვი მოდი ხო კაი ეზიარე რა როგორ ფიქრობ მე არ ვიცი რომ თქვენი ზიარება იმ წუთში შეიძლება არ შეიძლება მაგრამ მე ვიცი რომ კაც მოყარე ღმერთი იმდენად დიდი სიყვარულია რომ გაიგებს რატო გეუბნებით რომ მოდი და ეზიარე ხო კაი არა უშავს ხო კარგი მიდი მოდი არა უშავს ძალიან უსამართლოა სიყვარული კარგად დაუკვირდით ადამიანი რომელიც მეცხრე ჟამზე მივიდა და იმუშავა ბატონთან მოვიდა ვიღაც ბოლოს და ბოლოს რომ იმუშავეს ვინც დილის 9 საათზე მივიდა და ღამის 9 საათზე მივიდა ერთნაირი საზღაური მისცა ბატონმა და გაბრაზდა ის პირველ რატო ერთი და იგივე მე ხო დილიდანვე მუშაობდა რაც გითხარი ხო გაძლევ იმას შვილო შენ რა გინდა ვინც მთლიანი მარხვა შეინახა რატო განეკითხავ იმას ვინც აღდგომა ღამეს მოვა და ეზიარება ხო მაგრამ არა გაქვს სიყვარული საკმარისია მე ან რომელიმე მამაოს რამე ფეხი გადაგვიბრუნდეს ხო სოციალურ ქსელში გამოგჭიმავთ მაშინვე თქვენ არ გეუბნებით მე ყველას მიმართავ ვინც ასეთები არიან იმის მაგივრად რომ დადგე იმ მამაოსთან და ილოცო და უთხრა მამაო რა დაგემართა მე თქვენთანა ვარ შენ ხო ყოველთვის ჩემთან იყავი შენთან ვარ ეხლა მე შენ გჭირდება ჩემი თავი ერთხელ და სამუდამოდ ჩემო ძვირფასებო მინდა დაიმახსოვროთ რა არის სინანული რუსულად ხა შეიძლება ამაზე განმეკითხოს ვიღაცამ პაკაიანი ექვია ხო კაინიან ახსენები უყურეთ კაინმა რა გააკეთა თავისი ძმის სისხლი რო დაღვარა ის ტერიტორია დატოვა წავიდა სხვაგან გადასახლდა სინანული არის ტერიტორიის დატოვება საზღვრის გადალახვა იმ ცოდვილი ზონიდან გამოდიხარ შენ იქ აღარ გინდა ის ადამიანები აღარ გინდა ვისთანაც შენ ლოთობდი მრუშობდი ყვიროდი წიოდი და ერთობოდი უნდა დატოვო სოდომი და გომორი და გამოხვიდე იქიდან ცნება როგორ არის რუსულად ისპავეთ ზაპავეთ და ნაკრძალი აი წარმოიდგინეთ რომ ეს არის როდესაც შენ ცნებებს იცავ ხარ ნაკრძალში ხარ სადაც შენ ვერავინ ვერ შეგეხება და ვერავინ ვერაფერს ვერ დაგიშავებს მაგრამ როგორც კი აი ამ ნაკრძალიდან აი ამ ცნებებიდან გამოხვალ და დაარღვევ უსიყვარულობას ანუ სიყვარულის მცნებას დაარღვევ აღარ გეყარება ღმერთი და მოყვასი აი უკვე შენ თან მოდის მგელი როგორც მღვინავი ლომი წერია ხო ისე მოდის ბოროტის სული და ჩაგაგდებს ძალიან ძიმე მდგომარეობაში სანამ ჩვენ ერთად ხვალინდელ დღეს გარდა მოხსნასთან ცრემლები წამოგვივა და ჩვენ გვეტყვიან რომ შაბათს დღეს იესო ქრისტე ჩადის ჯოჯოხეთში და დილეგიდან ამოყავს მართალთა სულები მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ვის უნდა ვაპატიოთ და რა უნდა ვაპატიოთ ჩვენ ხო ვერ შევძელით ეს პატიება ხო ვერ შევძელით ასევე გასწავლით პატარა მცირე ლოცვა არის რეცეპტი შესავალი
მტრის სიყვარულის. ჩვენ მტერი არ გვიყვარს. მტერი კი არა, მოძღვარი არ გვიყვარს და სულიერი ძმა და არ გვიყვარს, რომელი მტრის სიყვარულზეა საუბარი. მიდით ჩემო ძვირფასებო, ნებისმიერ ხატთან, ჯობია მიხვიდეთ მაცხოვრის ხატთან, ღვთისმშობლის ხატთან და თქვენი სიტყვებით უთხარით. უფალო, ვერც ამ მახვაში ვერ შევძელი ჩემი მტრის შეყვარება და მისი პატიება. და გთხოვ, რომ შენ აპატიო მას თავისი შეცოდებები და არ დასაჯო, რომ ის იყოს შენთან და არ დაიღუპოს. ძნელია ამის გაკეთება? მე მგონი არ არის ძნელი, ხო? ეს უკვე არის შესავალი, ეს არის პროლოგი, რომ შეგიყვარდეს შენი მტერი. სხვანაირად ჩვენ ვერ ვცხონდებით, ჩემო ძვირფასებო. 4 ვინმეა, ვისაც ჩვენ პატიება უნდა ვთხოვოთ. 4 და თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ვერ ვიქნებით სულიერად განწმენდილი და ბედნიერი ადამიანები. ეს თქვენ შეიძლება არასდროს გაგიკეთებიათ და დღეს განვიზრახე რომ შეგახსენოთ. 4 ვინმე. პირველი, ესენი არიან ჩვენი მშობლები. შეიძლება ახლა გაგიკვირდათ, ხო? რამდენჯერ გაგვიკითხავს ჩვენი მშობელი, რატომ არ მასწავლა, რატომ იქ არ წამიყვანა, რატომ ეს არ ვიყიდა, რატომ იმ კაცთან დაოჯახება რომ მინდოდა, ან იმის ცოლად მოყვანა მინდოდა, შემიშალა ხელი. ყველა შეიძლება არ ეხება, მაგრამ თქვენ ხშირად ყოფილხართ განკითხვაში და შეიძლება ეხლაც ხართ. ეხლა გოგონამ თავის დედიკო შეხედა, ალბათ თვითონაც მიხვდა რომ ბევრჯერ განუკითხავს. ჩვენი მშობლები რო ჩვენ ჭკვაზე არ დადიოდნენ, შეიძლება ხშირად ვითქვია აუგი და ისინი გარდაცვალებულები არიან ბევრი და შეიძლება ეხლაც საყვედურობთ მათ ბევრ რაღაცას. ნუ იყოფინ, სასტრაფოდ მოინანიეთ და თქვით, რომ დედა და მამა მე გპატიობ ყველაფერს იმას, რასაც ადრე არ გპატიობდი და განგიკითხავდი. შეიძლება თქვენ შორის ასეთი ადამიანები არ არიან, მაგრამ მე ვიცი რომ მე მომისმენია ეს. ძალიან ბევრი ადამიანი საყვედურობს თავის მშობელს ბევრ რაღაცას და ძალიან გთხოვთ რომ არასდროს არ განიკითხოთ თქვენი მშობლები. მეორე, ყველაზე ახლო გარემოში დავიწყოთ ყველაზე ურთულესიდან. შეიძლება შენ გაეყარე შენ ცოლს, ან გაეყარე შენ ქმარს, ან უმძრათა ხარ დედამამიშვილთან და იმ ადამიანს არ პატიობ არაფერს და ცუდად იხსენიებ. შენ ეკლესია მოგცა უფლება რომ მეორე დაქორწინდე, კი ბატონო, მაგრამ იმ ადამიანს ცუდად იხსენიებ და ხშირად აუგად საუბრობ მასზე. აუცილებლად ჩემო ძვირფასებო. ეს შეიძლება თქვენი სამსახურის ხელმძღვანელი იყოს, ყოფილი ან ახალი, მეზობელი, აი ყველაზე ახლო გარემოში ვინც არიან, ის ადამიანები გაიხსენეთ და აუცილებლად სანამ აღდგომა დადგება, აპატიეთ შეცოდებანი მათნი. თქვით რომ ჩემი ბრალი იყო, იმიტომ გავეყარე რომ ჩემი ბრალი იყო, იმიტომ გამომბიშვა სამსახურიდან რომ ვაგვიანებდი, იმიტომ გამხადა სტიქარი რომ ცუდი სტიქაროსანი ვიყავი, იმიტომ არ მაზიარა მამაო რომ ცუდად ვიქცეოდი. ძნელია ამის თქმა? მე მგონი რომ არა. მესამე, ყველას თუ ოდესმე, რაც ჩვენ გვახსოვს, ბავშვობიდან დღემდე რამე გვიწყენინებია, ეს პურის გამყიდველი იყო თუ რა ვიცი, სკოლის დირექტორი იყო თუ საბავშვო ბაღის გამგე იყო თუ ვინც იყო, აი ვინ ჩვენ გვახსენდება საერთოდ ოდესმე ვინც გვახსენდება და აღდგომამდე გვახსენდება, ყველას მიუტევეთ. ყველას მიუტევეთ ყველაფერი, ჩემო კარგებო. და თქვით რომ აი ხო არის ცუდი მახსოვრობა, ავიმეხსიერება ხო არსებობს, რომ ოდესღაც 7 წლის თუ 10 თუ 15 წლის წინ ვიღაცამ რაღაცა ცუდი გაგიკეთა და კიდე გახსოვს და რომ გაიგერო ეს ადამიანი გარდაიცვალა, ცუდი სიტყვებით მოიხსენია და თქვი რომ აი ხო, ნახე, აი ესე მოუვიდა, ასე მოკლედ თუ ვინმეზე რამე ავი სიტყვა ვითქვია და ცუდად გვახსოვს, ყველაფერი მიუტევეთ ამ ადამიანებს. ეხლა შეიძლება არავინ არ გახსენდებათ, მაგრამ სანამ წინვალი აღდგომის დღესასწაულზე მოხვალ, დაფიქრდით, შემოკარგებო, დაწერეთ და თქვენ მოძღვრებთან იბრძანდით და თქვით, რომ აი იმ ქადაგების მერე გამახსენდა რაღაცეები. და მეოთხე,
რაც არასდროს არ განგიცდიათ, დღეს უნდა აუცილებლად დაფიქრდეთ ამაზე. საკუთარ თავს აპატიეთ. საკუთარ თავს აპატიეთ, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად დაუნდობლები ვართ ჩვენი თავის მიმართ და საყვედურობთ, რა დებილი დავიბადე, რა გონება სუსტი დავიბადე, რაღაცით დავიბადე, რაღაც დავიბადე, რატო არა ვარ მაღალი და ლამაზი, რატო ვარ ასეთი და ისეთი და მოკლედ ყვედრით ჩვენ თავს ხშირად. გესმოთ ახლა ეგ სიტყვები არა, რამდენჯერ არის რომ ჩვენ თავს ვლანძღავთ. ისიც თქვენ ყველაზე ძალიან ვის უყვარხართ. თქვენ თავს უყვარხართ ყველაზე ძალიან და თქვენი თავი უნდა გიყვარდეთ, ეგოისტურად კი არა. არ გეგმოთ ახლა მე ეგოისტ გასწავლით, არა? თუ შენი თავი არ გიყვარს, მოყვასი არ გეყარება. ესე იცი ახლა, ჩემი თავი არ მიყვარს. აბა ვინ გიყვარს, შენი თავი თუ არ გიყვარს, აბა ვინ უნდა გიყვარდეს, შენი თავი თუ არ გიყვარს, ოღონდ. კარგად დაუკვირდით. ოჯახში პრობლემები რა მიცის? ზედმეტმა ეგოიზმმა. თუ გინდათ რომ ოჯახებში კარგი სიტუაცია იყოს, დაწიეთ ხარისხი ეგოიზმის. რაც დაბლა დაიწევა ჩვენი ეგოიზმი, უფრო აიწევა მაღლა ჩვენ ოჯახებში მეუღლის და შვილების სიყვარული. მაგრამ ჩვენ რომ ეგოისტები ვარ და გონია რომ ჩვენს გარშემო ტრიალებს სამყარო, ეკლესია და ოჯახი, იმიტომ არის პრობლემები ოჯახში. მე რატო უნდა გავაკეთო ეს? შენ უნდა გააკეთო ეს. მე რატო უნდა განავყარო ნაგავი? მე რატო უნდა მოვიტანო პური? სულ ამაზეა საუბარი, ხო? ოდესაც ჩემი შვილები არ ყრიან ნაგავს, მე ვყრი იმ ნაგავს. როცა ხედავ რომ პური შენგან არავის არ გვაქვს, მე მომაქვს პური და საჭმელი სახში. რო ვეღარ მოვიტან, ხო დაინახავ, თვითონ მოიტანენ მე. მაგრამ თქვენ არ დაიღალოთ ჩემო ძვირფასებო. აი ამ ყველაფერში და თქვენ თავს ბოდიში მოუხადეთ. რამე რო აქ ტკივდება, მიხვდი რომ იმიტომ დაგემართა დიაბეტი, რომ 40 ხარ. ეს ნიშნავს უკვე რომ გამხილა ღმერთმა, რომ აი აქ შენ სხეულს უჭირს რა. და დაფიქრდი რა. დაფიქრდი. რატომ დაბანა ფეხები მოციქულებს ქრისტემ? გაუკვირდათ, ხო? იმიტომ რომ ვიდგეთ მტკიცედ და შეურყევლად და ვიაროთ საქადაგებლად. აი აქ ჩვენი ამბიონის წინ აწერია იდექით მტკიცედ და შეურყევლად. და რომ არ დგეხარ მტკიცედ და შეურყევლად, შენდობა უთხარი შენ თავს. შენდობა უთხარი მაპატიე რომ მე აქამდე გატყუებდი, მე აქამდე არ გამახულებდი, მე შენ ცუდად გექცეოდი, ჩემო თავო და შენი თავი აუცილებლად შენდობას მოგცემს. მე მგონი არ არის ძნელი ჩემო კარგებო, რაც გითხარით ამის გაკეთება, აუცილებლად გააკეთეთ. აუცილებლად გააკეთეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს კვირაც, როგორც ის 40 დღე, ესე ჩაიქროლებს, ბევრი თქვენთაგანი აღარ მოხვართ ეკლესიაში და ჩვენ ისევ წარმართულ ცხოვრებას გავაგრძელებთ. ამიტომ დაიმახსოვრეთ დღევანდელი ის ერთი სიტყვა, უსიყვარულოდ განვიკითხავ, უსიყვარულოდ არ ვლოცულობ, უსიყვარულოდ ვჩხუბობ, უსიყვარულოდ კვირი და ასე შემდეგ. ამიტომ რა არის გამოსავალი? გამოსავალი ის არის, რომ ჩვენ ერთად თხოვოთ ღმერთს, რომ ღმერთო გაძლიერე ჩემში სიყვარული, რომელიც სიყვარულითაც მე არ მივემსგავსები იუდას, არა ამ ბოს გიყოფ ვითარცა იუდა, არამედ როგორც პეტრე სამგზის უარმყოფელი შევინანებ და აგიარებ შენ. აი ამიტომ დღევანდელ დღეს მინდა რომ განსაკუთრებით გაამახვილოთ ყურადღება თავდაბლობაზე და ზიარებაზე, რომელიც ზია. ეხლა გიორგი დანელია რომ მორწმუნე კაცი ყოფილიყო, ხო, მღვდელს წაიყვანდა, მაგრამ სად იყო მაშინ მღვდელი პერიოდში, ხო? ევგენი ლეონოვის მაგივად ხო მღვდელს წაიყვანდა, ან ორივეს წაიყვანდა ბოლო-ბოლო, ხო? ერთი ხორცის კუნალი და მეორე სულის კუნალი, მაგრამ იმ კაცმა მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრა და ჩვენ გვაქვს უდიდესი საბოძვარი ღმერთისგან, სისხლი და ხორცი იესო ქრისტესი და გთხოვთ რომ ყოველთვის საკუთარი თავის განკითხვით ეზიარეთ, საკუთარი თავი განსაჯეთ. ნუ გონიათ რომ მარტო აქ რომ მოდიხარ და ამბობ რაღაც ესე 1-2 ცოდვას ვასახელებ, ეგ არის აღსარება, არა. აი აქედან რომ გაბრძანდებით და აი ამ საუბარს რომ თქვენ გადახარშავთ და მიხვდებით რომ ბევრს განვიკითხავთ და ცუდად ცხოვრობ, აი მერე გავხდებით უკეთესი ადამიანები. ღმერთმა დაგლოცოთ ჩემო ძვირფასებო. დღეს 4 საათზე
იქნება 12 ვნების სახარება, თუ აქ ვერ მობრძანდებით, სხვაგან მიბრძანდით, თუ არა და სახლში აუცილებლად წაიკითხეთ. ხვალ ესე იგი ხვალ 10 საათზე იქნება სამეუფეო ჟამნების კითხვა და 2 საათზე იქნება წმინდა გარდამოხსნის გამობრძანება. ასევე მინდა რომ დღეს მიულოცო იუბილარი ყოფილა ჩვენი თემო გიქოშვილი, ერთგული ადამიანი, წესიერი ადამიანი და მინდა რომ დავლოცოთ და ყოველივე კარგი უსურო ჩვენს თეიმურებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალ ხუთშაბათს დაგასროს ღმერთმა.